მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის ჩემი პირველი ვიდეო ჩემს არხზე და დღეს მე შევეხები ყველაზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც არის ძალიან დიდი პრობლემის შემცველი ყველა ჩვენთაგანისთვის, ეს იქნება კიბერდანაშაულის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფორმაზე, ფიშინგ შეტევაზე. დღეს ნახავთ თეორიულად ფიშინგ შეტევას, შემდეგ პრაქტიკულად გავაკეთებთ და ყველაფერს გაანახებთ რა როგორ ხდება. ამ ვიდეოს ჩაწერა გადავწყვიტე იქიდან, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დაზარალა ჩემს გარშემო ინტერნეტში არაერთ ადამიანის პოსტს ვაწყდები, სადაც ისინი შველას ეთხოვენ, ზოგმა სოციალური ანგარიშები დაკარგა, ზოგმა ფული დაკარგა და ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანს ზოგადად არ აქვს ზედაპირული ცოდნაც კი თუ როგორ ადვილად შეიძლება მოხდეს ფიშინგ შეტევა. მთავარია ადამიანს ჰქონდეს უნარი, რომ ინტერნეტში მოიძიოს რაიმე ხელსაწყოები და შემდეგ შეუძლია ის ბოროტად გამოიყენოს. დღეს რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებთ სატესტო რეჟიმში და განახებთ რა როგორ მუშაობს. მანამდე კი ნახოთ ფიშინგ შეტევა თეორიულად, გავხსნათ ფოტო და ამ ფოტოზე ძალიან კარგად არის მოცემული. გავადიდებ ახლა ამ ფოტოს და რა ხდება. ხო? ერთი წუთით ეს ფოტო უკეთესია. აქ არის თქვა დამნაშავე უგზავნის შეტყობინებას მომხმარებელს ადამიანს იმეილზე phishing links უგზავნის, შემდეგ ეს ადამიანი გადადის ამ ყალბ ვებსაიტზე, აქ ჩაწერს მონაცემებს და ეს მონაცემები ისევ მიდის დამნაშავესთან, ხო? შემდეგ დამნაშავე იღებს ამ მონაცემებს და შედის ორიგინალ ვებსაიტზე. ძირითადად ასე მუშაობს phishing-ი. არის phishing-ის ძალიან ბევრი სხვადასხვა მოქმედებები, მაგრამ კონკრეტულად დღეს ჩვენ ამას გავივლით და მგონია რომ საკმარისიც იქნება ზოგადად წარმოუდგენა გვექნება phishing-ზე. წარმოვიდგინოთ, რომ ეს მხარე, იმეილზე გავხსნი, ეს მხარე არის ჩვეულებრივი მომხმარებელი და ეს მხარე არის რომელიღაცა კიბერდამნაშავის, რომელიც დღეს სოციალურ ანგარიშს გაუტეხავს ამ მომხმარებელს. ეხავე გავგზავნოთ წერილი, ჯერ უფრო სწორად გავუშვებ ჩვენი პროგრამა, ამ პროგრამის დაყენების ინსტრუქციას არც ვანახებ. იმიტომ რომ არ ვიცი YouTube-ის პოლიტიკა, შეიძლება დაბლოკოს ვიდეო, თორე არანაირი პრობლემა არ არის. ზოგადად ძალიან ადვილია ამ პროგრამის დაყენება და არის ამაზე უკეთესი პროგრამებიც, უფრო ესეთი კარგი პროგრამებიც, მაგრამ ესეც არ გვაინტერესებს. Facebook-ი ავირჩიოთ, უბრალოდ შესვლა. ჩვენ თავარია პრაქტიკაში ვნახოთ როგორ მუშაობს ხელსაწყო და როგორ ადვილად შეიძლება გამოიყენოს ადამიანმა. დაველოდოთ ცოტა. კარგი, და ის შეცვლა უბრალოდ ლინკი გვაინტერესებს და უკვე ლინკი მივიღეთ, რომელსაც ჩვენ გავაგზავნით ამ იმეილზე. ძალიან გზელი ლინკია, მაგრამ ამის დამოკლების სერვისებიც არის. შეიძლება ეს ლინკი ძალიან გავალამაზოთ, რომ უფრო ნაკლებად საეჭვო იყოს, მაგრამ ესეც არ გვაინტერესებს. ეხლა თქვათ ადამიანმა გაგზავნა განცხადება რომელიღაც კომპანიაში დასაქმების თაობაზე, ეს გაიგო კიბერდამნაშავემ და შეუძლია ძალიან კარგად შეუფუთოს ეს ტყუილი და ესე რაღაცა სოციალური ინჟინერიის გამოყენებით ეს ადამიანი მოატყუოს. ძალიან ბევრი შემთხვევებია, კონკრეტულად რაღაც ფაქტს ეფუძნება ხოლმე, ხან რომელიღაცა კომპანია, ხან რომელიღაცა ის. მოკლედ დამნაშავეზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად იცნობს ადამიანს და როგორ შეუძლია რომ მოატყუოს ის. ახლა მოვიდა წერილი და აქ აწერია რაღაცა სახელი, მაგრამ აქ შეიძლება კომპანიის სახელით ეწეროს და ძალიან კარგად იყოს შეფუთული. მოდი გავხსნათ ახლა, ვნახოთ რა წერია. მოგესალმებით, თქვენ მიღებული ხართ ჩვენს კომპანიაში, რაღაცა გაიარეთ ავტორიზაციაო, ხო? მხოლოდ ამას კითხულობს ადამიანი და ჩემ და გასაკვირად, ძალიან მიკვირს ხოლმე, ამ ლინკს რატო არ უყურებენ ხოლმე, ახლა ამ ლინკს რო შეხედავ, აქ ვის მოუნდება, ხო? გადასვლა, ხო, თუ ადამიანი რაღაცის აზზე არის და რაღაც ელემენტარული იცის, ამ ლინკს სავარაუდოდ არ გადავა. მაგრამ ამას არ უფიქრდებიან და არის ძალიან ცუდი. მოდი ახლა დავაჭიროთ, გავხსნით ლინკი და ვნახოთ რა მოხდება. პირველი ის მოხდება, რომ თქვენ დაკარგავთ თქვენი მოწყობილობის IP მისამართს, გარე IP-ს, რომელსაც ინტერნეტში იყენებთ. ეს არ არის თლაც სასიამოვნო, მაგრამ აქ დამნაშავისთვის მთავარია მოიპაროს თქვენი username და მოიპაროს თქვენი პაროლი. მოდი ახლა გავხსნათ ეს phishing გვერდი და ვნახოთ, ხო, აქ ჩვეულებრივი Facebook-ი, არანაირი რაღაცა განსაკუთრებული რაღაცა განსხვავება არ არის.
აქ ნახდათ ვერ დაიჭდება ადამიანი, სამაგიეროდ ამას თუ შეხედავთ, უკვე მიხვდებით, რომ რაღაცა გაურკვეველი მისამართია. ამიტომ ყოველთვის უნდა დააკვირდეთ, რა მისამართზე გადადიხარ და რა მისამართზე შეყავთ მონაცემები. მოდი მაგალითად შევიყვანოთ მომხმარებელს აქ რაღაცა username-ის და ვთქვათ პაროლი აქ 1-დან 8-მდე. მოდი დავაჭიროთ ხელი და ვნახოთ რა მოხდება და აი ჩვენ უკვე მოვიპარეთ მომხმარებლის username-ი, რომელიც შევიყვანეთ და მოვიპარეთ მომხმარებლის პაროლი. აი ესე ადვილად მოიპარა ჩვენმა პროგრამამ username და პაროლი. და შემდეგ აქ ყველაზე საინტერესო რაც ხდება, რომ დააკვირდეთ უკვე ნამდვილ Facebook-ზე გადაგვიყვანა პროგრამამ. რა თქმა უნდა, შესვლა წარუმატებელი იქნებოდა და ადამიანი რო დაეჭდეს, ხო, მე რაც შევიყვანე ჩემი მონაცემები, აი შეხედავს უკვე ამ ლინკს და უკვე აქ არის ნამდვილად Facebook-ი. და ხშირ შემთხვევაში ამის მერეც ვერ იგებენ ადამიანები, რომ დაკარგეს თავიანთი Facebook-ი და არის ძალიან ცუდი. ამიტომ ერთ რაღაცაზე უნდა შევთანხმდეთ და ეს არის უმნიშვნელოვანესი, ეს არა მარტო ლინკებზე ვრცელდება, არამედ შეიძლება ადამიანმა გამოგიგზავნოთ რაიმე აპლიკაცია, თქვენის ჩაიწეროთ და საერთოდ თქვენს მოწყობილობაზე წვდომა მოიპოვოს. ან შეიძლება რაიმე სურათი გამოგიგზავნოთ, ჩვეულებრივი სურათი, არანაირი ლინკი, თქვენ გადახვიდეთ სურათზე და ვერც გაიგოთ ისე მოიპოვოს კონტროლი თქვენს მოწყობილობაზე. ამიტომ ადამიანებისგან, განსაკუთრებით უცხო ადამიანებისგან არაფერს არ ხსნით. ეს კარგად დაიმახსოვრეთ, არანაირ ლინკებზე არ გადავდივართ, არანაირ საეჭვო პროგრამებს არ ვიწერთ და არანაირ საეჭვო ფოტოებს არ ხსნით. ამ რეკომენდაციებს თუ დაიცავთ, აი დამერწმუნეთ, რომ თქვენი ესე გატეხვა იქნება ძალიან ძნელი. კიდევ არის ძალიან ბევრი გზები, ეხლა კიბერუსაფრთხოება და ჰაკინგი ზოგადად არის ძალიან დიდი თემა, არის სხვადასხვა გზები, მაგრამ უშუალოდ დღეს ყველაზე გავრცელებული არის phishing შეტევა. ამიტომ ეს რაღაცები უნდა გაითვალისწინოთ. და ასევე შეგვიძლია აი სერვისიც არის, ეხლა განახებ. აი გრძელ ლინკზე რო ვლაპარაკობდით, მაგ ლინკის დამოკლებაც შეიძლება თუ არ ვწდები, აგერ ზოგიერთი არ ამოკლებს, მაგრამ ზოგიერთი საიტი ამოკლებს. და ლინკი უფრო ლამაზდება. ძალიან ბევრი კომპანიაც იყენებს ლინკის დასამოკლებელ სერვისებს, აი აქ ჩავწეროთ მაგალითად ჩვენი ლინკი და ნახოთ თუ დაგვიმოკლა. ხო, აი ჩვენი გრძელი ლინკი. და ნახოთ ახლა რას იზავს? ამ შემთხვევაში ამას მნიშვნელობა არ აქვს. ძირითადად ნახეთ, რაც იყო phishing შეტევა და როგორ მუშაობს ის და ისიც თქვით, რა უნდა გავითვალისწინოთ. ასე რომ თუ ყველაფერს გაითვალისწინებთ, არანაირი საფრთხე არ გემუქრებათ ამ ხრივ. და რა ვიცი, ეს იყო სულ რაც მინდოდა დღეს თქვენთვის მეთქვა. თუ მოგეწონათ ჩემი ვიდეო და რაიმე სასარგებლო ინფორმაცია მაინც თუ მიიღეთ, ძალიან გამიხარდება თუ ჩემ არხს გამოიწერთ და თუ თქვენს ინტერესს დავინახავ, მაქსიმალურად ამ თემებს გავაგრძელებ და უფრო ძალიან მაგარ რაღაცებს გავტესტავ და შემოგთავაზებთ. რა თქმა უნდა, რისი საშუალებასაც მომცემს YouTube-ი, ძალიან ბევრ ვიდეოს ბლოკავს YouTube-ი და შევეცდები მაქსიმალურად ისე გავაკეთო, რომ არ დავიბლოკო. კარგად იყავით, დაგემშვიდობებით და წარმატებებს გისურვებთ.